გამარჯობა. დღეს გვინდოდა გვეჩვენებინა არმაზის ციტადელი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ავედით და გზაში უცებ მოვიფიქრე რა ნამდვილად ვართ. ავალთ და შიომღვიმეს გადავიღებთ ერთხელ. კიდევ და გაჩვენებთ. ჩვენ მე ციტი ხანი არ ყოფილა და ძალიან კარგი გადაწყვეტილება ეს ექსპრომტად არ ვიცოდი მე და თქვენთან ერთად მეც გავიგე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კარგი ადგილია, კარგი ლოკაცია და ერთად ნახოთ. თქვენ გაქვთ ნანახი სავარაუდოდ ალბათ როგორც ყველა ბავშვი ექსკურსიაზე მიდიოდნენ ხოლმე მანდ და ალბათ გეკნება და ვისაც არ გაქვთ ერთად ნახოთ. საოცარი გზა გვაქვს წინ, საოცარი ხედები და გზა არის იდეალური. ჩვენი შიომღვიმესკენ მიმავალი გზა წინ ნახეთ როგორი ტყე გვაქვს და იდეალური გზა და ზევით რო ავდივართ კლდებია რაღაც საოცარი და ძალიან ხიბლავს ეგ. საოცარი ამინდი გვაქვს. ხან მოგრუბლულია, ხან წვიმა და ეხლა გზაში წვიმა მოგვისწრო და მოკლედ რა ვიცი, აბა რას ვისამთ. რა გიცხრათ? შევძლებთ გადავიღოთ ცოტა მაინც. რა გიცხრათ ის გაკახაროთ. ესეთი წინ საოცარი კლდეები გვაქვს და სამწუხაროდ ჩვენი საყვარელი ამინდის გამო რაღაცა ესე ვიწევს მოძრაობა. იმედი მაქვს რომ არა ისეთი ღობელია გადაიღებს და თუ არა და ჩვენ მომზადებულები ვართ დრონს ავაფრენთ. ხა და გაჩვენებს ზევი და ყველაფერს. ჩვენ ხო ყველაფერი გვაქვს. კი, რა თქმა უნდა. ჩვენი სილამაზე. მივდივართ ნელა ინგლისურად უნდა მეთქვა summit თქო და დანიშნულების ადგილამდე. რაც იტალიიდან ჩამოვიდი სულ და მაინც ქართულია. დიახ. აურა კარგი ხარ. აი ნახე ამიტომ მე მგონი გვიშველა და ვიმართლებს და უფრო კარგად მივალთ და გადავიღებთ. ხო დავაპარკინგებთ და უკვე გადავალთ. მოვედით. დღეს უკან არის შიომღვიმე. ავალთ ხა და იქ გადავიღოთ გამოდიმინე კაცს. სწრაფად უნდა ვქრათ, იმიტომ რომ ამინდიც შესაბამისად ისეთია და ნახოთ. ჩვენი შიომღვიმე. მოკლედ თუ არ გქონდეთ და არ ვიცი მითხრეს რომ სმის ციხიდან შეგიძლია ფიქრით გადმოსვლა მქანთა და იქნება ალბათ საოცარი ლაშქრობა. საოცარი ჰაიკინგი იქნება. სმის ციხეზე ვიდეო შეგიძლია ფიქრით. აკლეთ სმის თანავე ნახეთ ულამაზესია პრობლემა. დამბერი ხალხია ექსკურსიებია. ეხლა ავალთ და ზედან ისე დავიწყო გადაღებას. ნუ არ ჩამწეს გადაღებაზე. წესით არ უნდა იყოს პრობლემა. ნახოთ. და ჩვენ მოვახციეთ შიომღვიმეში. ამინდი შეწყდა რა უკეთესი არის, შეგვიძლია შესაბამისად. ამინდი რა წინაშე. ხო. შეგვიძლია ნორმალურად გადაღება და ესეც ნახოთ. გასაგებად უამრავი ექსკურსია და არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს. ნახეთ როგორი ტაძარია მთის თავზე ზევით. ეს კი აქ გახლავთ მინი მაკეტი შიომღვიმესი და გვაჩვენებს როგორი ეკლესიებია ამ ტერიტორიაზე.
ნელ-ნელა ზევითავდივართ და აქედან უფრო უკეთესად ჩანს კლდეებში როგორ არის მოქცეული შემდგომის ეს მონასტერი და ტაძარი. აქ თქვენს კარგად ხედავთ, რამდენი ვიზიტორი ყავს, რამდენი ნახველია. დღეს საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო, ძალიან ბევრი ექსკურსიები იყო და ხმაური იყო საოცარი, მაგრამ ჩვენ შევძელით და გადავიღეთ ასე თუ ისე, გაჩვენეთ ყველა ის ადგილი, რაც გვინდა და რომ გვენახებინა შემდგომში. და მოდი ერთად შევიდეთ ტაძარში, ნანახოთ შეგნით როგორი არის. მოდი შეგნით ერთად ვნახოთ როგორი არის ტაძარი, როგორც ხედავთ ულამაზესი ნახატებია, საოცარი ფერები არის შენარჩუნებული დღემდე და ენტაუღწერელი ამ სილამაზის გადმოცემა თავად უნდა ნახოთ და შეაფასოთ, ასე რომ ამ შემთხვევაში მე გავჩუმდები და დატყვით ამ სილამაზით. კიდევ ერთი გამოქვაბულებია აქ კლდეში ძალიან ბევრი და მე აქ გიოს ვეუბნები რომ მეთქი ეს კელიებია თქო რატომღაც ჩავთვალე რომ რაღაცა კელიები იყო და იქ შესაძლოა მამები ცხოვრობდნენ და გიომ ძალიან ბევრი დამცინა ამაზე. ცნებლეში აქ ეს გამოქვაბულებია და მოკლედ ამ ადგილის ერთ-ერთი თვალსაჩინოება არის ჩემი აზრით ეს კლდეში ნაკვეთი პატარა გამოქვაბულები და ეს ლომაზი შებრუნებას მონასტერი. აქ კიდევ ერთი მაკეტი გვხვდება უფრო თვალსაჩინო, როგორი მოდელი არის თვითონ ეკლესია და ასევე აქ არის ბარელის შრიფტით დაწერილი მოსინათლეობისთვის ისტორია, რასაც მოიცავს და როდის აშენდა თავად ეს მონასტერი. მეგობრებო, ამ ციხესიმაგრეზე ავალთ და შემოგთავაზებთ ვიდეოს და ულამაზეს კადრებს აქედან იშლება ჯვარი, მცხეთა, იქით მდინარე მტკვრის ხეობა, მოკლედ ამას ქვია თურმე ბებრის ციხე და ეხლა რაღაცა დაკეტილია გზა, მანქანით ვერ ავალთ, ფეხით უნდა ავიდეთ და შემდგომში მოკლედ შემოგთავაზებთ და ერთად ვნახოთ ბებრის ციხე როგორია.